Ლებრივთან ერთად TBC-ის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშიცა. მმართველი გუნდი კითხვებზე პასუხების მისაღებად სწორედ სამართლებრივი პროცესების დასრულებას ელოდება, თუმცა ევროპული საქართველოს ხელმოწერებს აგროვებს, რათა შეიქმნას კომისია, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის საქმეს შეისწავლის. უფრო რადიკალურია ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა პარტია შინაგან საქმეთა მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს. სოფო ბერიძე საუბრა დეპუტატებს, სოფო, რა პოლიტიკური განცხადებები კეთდება საქმის გარშემო. Დიახთამთან ნამდვილად დღეს თელ დღის განმავლობაში კეთდება განცხადებები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. ეს განცხადებები მედია მოვისმინეთ მათ შორის ხტომის მიმდინარეობის დროსაც, რაც შეეხება ევროპულ საქართველოს ამ პარტიას უკვე აქვს 20 დეპუტატის ხელმოწერა და ყველა მათგანი ამ პარტიის წარმომადგენელია, რომელსაც მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. დავით ბაქრაძემ ორი ძირითადი არგუმენტი დაასახელა ამ მოთხოვნისას. ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ეს საქმე უკვე და ცხადია ორი ბიზნესმენის საქმეს და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს შეეხო, მას შორისაც საქმის ერთ მხარეს დგას TBC ბანკი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში და ასევე აქვე არის ანაკლის პორტი, რომელსაც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ საქმე პარლამენტში საგამოძიებო კომისიამ და შეისწავლოს. უფრო რადიკალურია ნაციონალური მოძრაობა, ისინი ითხოვენ, რომ აუცილებელია თანამდებობა დატოვოს, როგორც გიორგი გახარიამ, რომლის მისამართითაც საკმაოდ მწვავე ბრალდებები გუშინ მოისმინა საზოგადოებამ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისგან, ასევე მათ მიაჩნიათ, რომ თანამდებობიდან უნდა წავიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან TBC ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, რა თქმა უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის შედეგი. ბრალდებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის, ასე ვთქვათ, გაჟღერებული საკითხები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებაში საარჩევნო მოსყიდვისთვის. საუბარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის მხრიდან შანტაჟზე. საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან საარჩევნო მიზნებით განხორციელებულ მუქარაზე. საუბარია უმსხვილეს ბანკზე განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაზე, რომლის ორგანიზატორებიც კი არის დადგენილი, მაგრამ გამოძიებას დღემდე არ აქვს შედეგი. მე მოგიწოდებთ, ჩემო კოლეგებო, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დადექით ამ ვიწრო პარტიულ ხედვაზე მაღლა, შემოუერთდით ევროპული საქართველოს ინიციატივას და ერთად გამოვიძიოთ აღნიშნული საქმე. არა მხოლოდ ოდიოზურ ფიგურად იქცა გახარია მისი ბოლო განცხადებების და გუშინდელი სკანდალური ინფორმაციის გამო. არამედ ეს ადამიანი ამხილეს ძალიან კონკრეტულ და ძალიან სერიოზულ დანაშაულში. არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მართავდეს და ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი და რეალურად ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ და მე მიყვირს ბატონებო და ქალბატონებო უმრავლესობის წარმომადგენლებო, ვინც ხართ დარჩენილი უმრავლესობაში, რომ თქვენ ეს საკითხი არ გაღელვებთ. TBC ბანკთან და ანაკლის პროექტთან დაკავშირებული მოვლენები ღებულობს იმდენად სახიფათო ხასიათს ქვეყნისათვის, რომ დაუყოვნებლივ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ უნდა გადადგეს პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მათ უნდა აგონ პასუხი იმ ზალადობაზე, რაც იქნა ჩადენილი TBC ბანკის მიმართ. რაც შეეხება მართულ პარტიას, ქართული ოცნების წევრებისათვის აუცილებელია მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროოს წერილი, თუ კი ასეთი არსებობს, რომელიც როგორც ბიზნესმენმა გუშინ თქვა, ამას გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, წერილის გასაჯაროება მათთვის აუცილებელია იმისთვის, რომ უფრო სერიოზულად დაიწყონ მსჯელობა სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. სხვა შემთხვევაში უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ შესაძლებელია კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. კიდევ ერთი მართველი გუნდის წევრები საუბრობენ იმის თაობაზეც, რომ თუ კი ასეთი წერილი არ არსებობს, მაშინ ადგილი აქვს ბიზნესმენის მხრიდან მინისტრის მისამართით უმწვავეს პოლიტიკურ ბრალდებებს.
წარმოადგინოს ის წერილი, რომელზეც გუშინ ისაუბრა, იმიტომ რომ აქ საკითხი ასე დგას, რომ თუ ეს წერილი არსებობს და თუ ასეთი მართლა ქონდა ადგილი, ეს თვისობრივად სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს, თუ ასეთი წერილი არ არსებობს, მაშინ რა თქმა უნდა, იმ ბრალდებებზე რაც გაისმა, პასუხები იქნება საჭირო. ჯერ ჩვენ ველით წერილის წარმოდგენას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ კომისიასთან დაკავშირებით. ეს მსჯელობა ოდნავ სერიოზული მაინც რომ გახდეს, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს უნდა აჩვენოს წერილი. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდებით სასაცილო მდგომარეობაში, წერილი თქვათ არ არსებობს საერთოდ. ამ დაშვების შემთხვევაში სამით ვერ ავაკეთოთ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ტყუილა შევქმნით კომისია. თუ იმაზე შევქმნათ კომისია იმ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის, რომელსაც თავად TBC ბანკი დაეთანხმა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ წარმოადგინოს მამუკა ხაზარაძემ წერილი, რომლის შესახებაც ისაუბრებდა და ამის შემდეგ ცოტა უფრო სერიოზული გახდება ამ საკითხზე მსჯელობა. მას აქვს ვალდებულება უკვე რომ წარმოადგინოს ეს წერილი, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე ბრალდება და ამას კონკრეტული ფაქტია წარმოსადგენი. თუ ეს ფაქტი არ არსებობს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე დანაშაულს ჩადის უკვე მორალურ პოლიტიკურს ხაზარებს. მე დაშვება ძალიან მიჭირს, რომ ესეთი ბანალური შეცდომა შეიძლება ვინმე დაუშვას, მით უმეტეს გიორგი გახარიან, რომ ესეთი წერილის შექმნა საერთოდ. ამიტომ ძალიან ეჭვმეპარება, მაგრამ თუ არსებობს ესეთი ხაზარაძის აქვს ვალდებულება, რომ ეს წერილი წარმოადგინოს. ჩვენ წინ გვაქვს მოსმენა ბატონი გვენეტაძის თავისთავად ეხლა ეს წერილის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პასუხი ამას უნდა გაეცეს, მაგრამ მე მგონი გონივრული დრო არის წინ იმისათვის, რომ ჩვენ ეს პასუხები ვიღოთ და ჯერჯერობით მე არ ვიფიქრებდი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამ ეტაპზე და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ბატონი გვენეტაძის მოსმენა, რადგან მან უკვე იცის ძალიან კაფეოდ ყველა ის შეკითხვა, რომელსაც სვავს ბატონი ხაზარაძე და ასეთი ინტერესი რადგან არსებობს კომიტეტზე მისთვის მიღებულ ფორმატში, არა მარტო მისთვის, არამედ საქმისთვის უფრო სწორი იქნებოდა ვთქვათ, ყველაზე მიზანშეწონილ ფორმატში, ჩვენ მოვისმინოთ და მერე ჩამოვყალიბდით. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს, ანუ პარტია ევროპულ საქართველოს ამ დროისათვის 20 დეპუტატის ხელმოწერა აქვს, ეს ყველა ამ პარტიის წარმომადგენელი გახლავთ, თუმცა არ არის ეს საკმარისი, 50 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამ დროისათვის უცნობია, ვინ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ეკაბესელია და მისი თანამოაზრეები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ თუკი ბიზნესმენ ხაზარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის წერილის გასაჯაროებისთვის საგამოძიებო კომისია სჭირდება, ისინი იფიქრებენ დაუჭერს თუ არა მხარი ოპოზიციის ინიციატივას. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საფინანსო ინსტიტუტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება დიპლომატიური კორპუსიც. გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის შეფასებით, TBC ბანკის საქმე იქნება ტესტი, როგორც ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს გარემოსათვის, ასევე მართლმსაჯულების სისტემისა და მარეგულირებელი ორგანოების განვითარების დონის შესამოწმებლად. განცხადება ამ თემაზე შვედეთის ელჩმაც გააკეთა. დიპლომატი იმედოვნებს, რომ TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართება. შეშფოთებული ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, რა თქმა უნდა, საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ბრალდებები, რომელიც ორივე მხრიდან ისმის, არის საკმაოდ მძიმე. საქართველოს ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მისი ბიზნეს გარემო ყოფილიყო ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე, როგორიც არის ახლა. ასევე ეს არის ტესტი, როგორც ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს გარემოსთვის, ასევე მართლმსაჯულების სისტემისა და მარეგულირებლის განვითარების დონის შესამოწმებლად. დიდი იმედი გვაქვს საქართველოს წარმატებით გაივლის ამ ტესტს და როგორც მისი მართლმსაჯულების სისტემა, ასევე მისი მარეგულირებელი სრულიად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით ჩაატარებს გამოძიებას და ყველა ფაქტი გაიხსნება. დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას, ისევე როგორც ამ პროცესების განვითარებას ადევნებენ თვალს საერთაშორისო ინვესტორები. ალბათ ჩემი როლი არ არის შინაარსში ჩავიდე, რადგან ჯერ ყველა დეტალი არ არის გახსნილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესი განვითარდება გამჭვირვალედ და დემოკრატიულად.